პასუხი მოღალატეს არ შევეგუებით ოკუპაციას ამ სახელწოდების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს გორის ცენტრში. ეს არის პასუხი გორის საკრებულოს თავმჯდომარის დავით რაზმაძის ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებზე, რომელმაც New York Times-თან ინტერვიუში ოკუპანტები მშვიდობის მყოფელებად, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად მებრძოლი ქართველი ჯარისკაცები კი სააკაშვილის ხულიგნებად მოიხსენა. ამის პარალელურად დავით რაზმაძის გადაყენების მოთხოვნას ხელი უკვე მოაწერეს გორის საკრებულოს ოპოზიციონერმა წევრებმა. მის გადაყენების ოფიციალურ პროცედურებს ნაციონალური მოძრაობისა და გახარიას პარტიის წევრები აწარმოებენ, რომლებსაც ჰყავთ წარმომადგენლები ადგილობრივ საკრებულოში. ლადო ბიჭაშვილი გვერდება გორიდან. ლადო, საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენების მოთხოვნა წამოაყენეს აქციის მონაწილეებმაც. რა განცხადებები გაკეთდა გორის ცენტრში? პასუხი მოღალატეს ნაუმარი ქალაქი ბოდიშსარიხტის ეს შეძახილები ისმოდა იმ შენობის წინ, რომლის თავმჯდომარეც არის დავით რაზმაძე და რომლის სკანდალურ ინტერვიუს მოყვა უწყვეტი პროტესტი შეიძლება ითქვას ბოლო დღეების განმავლობაში გორში. დღეს არა მხოლოდ ადგილობრივები, არამედ ჩამოსულები არიან, რომლებიც აპროტესტებენ დავით რაზმაძის მიცემული ინტერვიუს იმ ნაწილს, სადაც ის ქართველ გმირებს მარადიორებად მოიხსენიებს, ხოლო რუს ოკუპანტებს 2008 წელს ვინც ქვეყანაში და ამ ქალაქში შემოიჭრენ მშვიდობის მყოფელებად მოიხსენიებს, მიუხედავად იმისა, რომ რაზმაძე ამბობს, რომ თითქოს ინტერვიუ გააყალბა New York Times-მა, ამას მოყვა საფასუხო განცხადება საერთაშორისო გამოცემის მხრიდან, სადაც საუბარია იმის შესახებ, რომ ამ ინტერვიუს სრული ჩანაწერი არსებობს და ბუნებრივია ყველა ფრაზა ეკუთვნის. სწორედ დავით რაზმაძეს აქ აქციის მონაწილეები რაზმაძისგან მოითხოვენ, რომ პასუხისგებლობა აიღოს მის სიტყვებზე, შეწყვიტოს თავის მართლება და გადადგეს. ცოტა ხნის წინ აქ იყვნენ საკრებულოს წევრები, რომლებმაც განაცხადეს, რომ იმპიჩმენტის პროცედურებს განცხადებას ხელი აქვს მოწერილი როგორც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის, ისე გახარია საქართველოს პარტიის წევრების მხრიდან და ამ წუთებში შეაქვს სწორედ საკრებულოს აპარატში. ეს იმას ნიშნავს, რომ დავით რაზმაძის საიმპიჩმენტო პროცედურები დაიწყება. აქ არიან ადამიანები, აქციის მონაწილეები, როგორც საქართველოს, ისე ევროკავშირის და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დროშებით. ისინი ამბობენ, რომ ქართული ოცნება ქვეყანას სტრატეგიულ პარტნიორებს ვერ შეუცვლის, იმის ისტორიულ როლს ვერ შეცვლის, ის იმაზე ადრე ჩამოსცილდება ხელისუფლებას, ვიდრე მას წარმოუდგენია. უფლება არ აქვს დავით რაზმაძეს, რომ ჩვენი ამერიკელი თუ ევროპელი მეგობრების თვალში ის წარმოადგენდეს ქართულ საზოგადოებას. არ შეიძლება არჩევით თანამდებობას იკავებდეს ადამიანი, რომელსაც შეუძლია რომ რუს ოკუპანტებს უწოდოს მშვიდობის მყოფელები. ოქსიმორონია. არ შეიძლება რუსი მშვიდობის მყოფელი ბუნება სამყაროში არ არსებობს და აქ ამ შენობაში მჯდომი თანამდებობის პირი, რომ მათ რუს მშვიდობის მყოფელებს უწოდებს და ის წარმოადგენს მერე გორის მოსახლეობას, საკრარჩევითი ორგანოს თავმჯდომარია, ეს არის სრული კატასტროფა მოკლედ და არ ვიცი, მმართველმა გუნდმა როგორ შეიძლება მათ რო რეპუტაცია რაიმეთი გადაირჩინონ, მაგრამ როგორც მინიმუმ ეს ადამიანი უნდა რეაქცია უნდა ქონდეთ, უნდა გაუშვან თანამდებობიდან, უნდა გადადგეს. არ შეიძლება რომ არჩევით თანამდებობას იკავებდეს და გორელების ხმას ნიშნავდეს მისი ხმა. 2008 წელი ჩვეულებრივი იმ პროცესის, ოკუპაციის პროცესის შემდგომი გაგრძელება იყო, სადაც კიდევ დამატები ტერიტორიები დაკარგეთ და დაგვიხოცეს ქართველი მებრძოლები და ოჯახები ამოგვიწყდეს. საკრებულოს თავმჯდომარე რა განცხადებასაც აკეთებს, ეს არის ქართველი ერის წინაშე და გმირების სულების წინაშე სისხლის სამართლის დანაშაულია. სამშობლოს ღალატია, ის უნდა გადადგეს და კანონით უნდა აგოს პასუხი. ეს არის შენიღბული განცხადება ქართველის სახელით, შენიღბული ქართველის სახელით. ამას ნამდვილი ქართველი არ იტყვის. ამას იტყვის მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის მოღალატე. რაც აქ ითქვა. იმიტომ რომ ყველამ ძალიან კარგად ვიცით რა ხდებოდა გორში და რა ხდებოდა საერთოდ ჩვენს თავს რუსეთთან შეთანხმების შემდეგ. ქართული ოცნება არის შენიღბული სახელი. ეს არის რუსული ოცნება, ეს არის მტრის ოცნება, რომელიც მოვიდა და თავისი ესე თქვათ მიცელიუმით შხამიანი სოკოს მიცელიუმის სახით უკვე 13 წელია წამლავს ამ ქვეყანას, რომელიც ცდილობს აი ვიცი ძალიან დიდი ძალისხმევით ფეხზე წამოდგომას. მე ძალიან მჯერა, რომ ჩვენი მოკავშირეების დახმარებით, რომელიც ეს ორივე ხელში
ყავს ჩაბღავჭებული, ჩვენ ამას აუცილებლად მივახცევთ. ყველა იმ პრინციპული და დაუხალავი ადამიანთან ერთად, რომელიც რუსთაველს არ აქრობს დღესაც. ამიტომ წარმატება საქართველოს და ძალა, გაუტეხლობა და პრინციპულობა ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. გორის საკრებულო 36 წევრისგან შედგება, მათგან 12 ყავს ოპოზიციას, რაც სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ იმპიჩმენტის პროცედურები დაიწყოს, თუმცა საკრებულოს თავმჯდომარე რომ გადააყენონ, ეს ნიშნავს, რომ 18+1 ხმაა საჭირო, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ თუ საკრებულო დააყენებს დღის წესრიგში საიმპიჩმენტო პროცედურებს და ფარული კენჭისყრა იქნება, იქ არავინ არ იცის თუ ვინ მისცემს დავით რაზმაძის გადაყენებას ხმას, რადგან ქართული ოცნება გორის საკრებულოში შედგება გარკვეული ბანაკებისგან და შეიძლება ითქვას, რომ ყველა ერთი მიმართულებით არ მოძრაობს და ყველა დავით რაზმაძის მხარდამჭერი არ არის. რაც შეეხება აქციებს, გორში კვლავ გაგრძელდება საპროტესტო აქციები, რომელიც მოყვა დავით რაზმაძის ინტერვიუს საერთაშორისო პრესაში, სადაც რუსებს მშვიდობის მყოფელები უწოდა, ხოლო ვინც რუსებისგან თავს იცავდა და ქვეყანას იცავდა, სააკაშვილის ხულიგნები და მარადიორებად მოიხსენია.